დღეს Prime House-ში ნახავთ. ლანძღავდნენ და წასულას მისურვებდნენ. დღეს კესოს დავემშვიდობებით ყველა ერთ. არ უყურებ ამას რა იკადრა ხალმა. იმენა მაძუნგალა საქციელი იყო. ცირკიდან ერთი ცხოველი გამოვიდა. ძალიან გაღიზიანება მატულობს. უკვე ყელში ხარ. აგრესია მატულობს. სიკვდილი მისურვებს. ქალს გვერდით დავუდექი. წლიანი თამაშია დაანგრია. ვერ მივხვდი თქვენ ერთი დღის შეცვლა რატო იყო, მაგრამ რა გავაკეთეთ არასწორად ყველაფერი რა. როიალს და მაზანა შეეშინდათ იქ ჩდომა მე მგონი. ბოძოფობია. ყველა რო ბოძზე მხიცები ვითრო ტრეია. ლიზას ჩემს კონკურენტად არ აღვიქოვა. მაგარი გასარჩევი თემა გაიჩნდა ჰაუსზე. ღმერთო ჩემო, ცოტა დავიღალე, ერთი სული მაქვს სახლში წავიდე და მშვიდად დავიძინო. მეზარება ჩალაგება. რთულია გაუძლო ადამიანებს, რომლებსაც შენი არ ესმით რა პირდაპირ. ძალიან განსხვავდებიან ეს ბავშვები ჩემგან. ჩემი მენტალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. უნდათ ჩემი სახელით სპეკულირება. უნდათ რომ ჩემი სახელით ნაზღაიძე გაეგდოთ. ზუსტად ვიცი ეს ადამიანი რას განიცდი და იმ მომენტში და რა მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ არ ვიცი, ბოლოს ბიჭის მეგონი ტირილამდე მიიყვანეს და ცოტა შემეცოდა მართალი გითხრა. კამერებთან გაიჩნდება და მეგობრებო, სიბოროტე უნდა წავიდეს აქედან, სიბოროტე აის უნდა წავიდეს. კიდია 12 ადამიანი. ასე თუ ისე გამოვაშკარავე ყველა. თქვი, ვიცი, თქვენ მე არ მოგწონვართ და მე მგონი დაინახეთ როგორ 2 წუთში შეიცვალეს ჩემზე აზრი. ლანძღავდნენ და წასულას მისურვებდნენ. მთელი ერთი კვირა. მე პირადად ძალიან გამიხარდა კესოს განცადება, იმიტომ რომ დღეს კესოს დავემშვიდობებით ყველა ერთად. აი, ხოხედავ, დასალმა, ხოხედავ. ნახევარი ფეხსაცმელი ვერ ჩავიცვი. არ და ვიფიქრე შოუს მოუწყობდით ხო? ამ ფეხსაცმელებს ვუტოვებ. ჯგუფს ვიცი გაანადგურებენ და არ ვიცი ან გახევენ ან გაფლეთენ, არ ვიცი ყველაფერს უზავენ. სიყვარულით ესო. გაგიესდებიან. ესე მიყვარხარ. კარგად. წავედი. ალახში. Hi bad bitches. We're back. უი, ეს დავინახე რა მაგარია. მაგიდაზე არა, იმას დაგვიწყო ფეხსაცმელები. მთელი დღე ამით ვიყვებები. მაინც ფეხსაცმელები რომ მაგიდაზე არ ეწყო სადაც ჭამთორი, ისე ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ლის მოგიტანე. შემოვდივარ ეზოში, კარები იხსნება, რა თქმა უნდა, მარჯვენა ფეხს ყოფ პირველი და ჩემო მარჯვენა ფეხმა და თვალმა ერთად შეამჩნია, რომ ეზოში იყო ულამაზესი და უმაგრესი ბოძი. რა მაგრეცე ხო? ბატონო, გილოცა, ძალიან დიდი მადლობა. აბა როგორია შენი ძელი? ძალიან მაგარია. ბოძები მინახავს, მაგრამ ეგეთი მაგარი ბოძი ჯერ არ მინახავს. ვაუ. ვაუ. ოღონდ ეხა ამას შეცვლილობა უნდა. კარგია, მე მგონი ყველაზე მაგარი ძელია სადმე ძელი თუ მინახავს. ოღონდ მართლა. ბავშვებო, უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივრად. ძალიან დიდი მადლობა. დღეს აქ რო ვარ და ძალიან დიდი თქვენი დამსახურება. უღრმესი მადლობა. ვაიმე,
რა დატოვა? სიყვარულით კესო, ეს იქნება ჩემ ოთახში. კესო ისე მაგრა წავიდა პროექტიდან. და კესომ ისეთი ძალიან მაგარი ნაბიჯები გადადგა დღეს, რომ ეს ფეხსაცმელი აუცილებლად ჩემ ოთახში იქნება, ჩემ საძინებელში იქნება. ყველაზე ბანძად წავიდა ვაფშლება კი. თავი შევიკავოთ აგრესიიდან, ბაიცეცუნებო. კესოს ასვაზე დამწყდა ნამდვილად გული, იმიტომ რომ ვთვლი რომ პროექტს გამოაყდა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გმირი. და ისეთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ამ პროექტის. დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგია. რაღაც გაგვიხარდა დღეს. ფეხსაცმელი იქნება იქამდე სანამ ამ პროექტში ვარ და იმედია მოვიგებ და შენი საჩუქრებიც გადმომეცა მე ყველაფერი. ხალხო, ორივე ჩემია, ორივე. იმიტომ ერთი პატარა მქონდა დაურჩა და ორივე შკაფი, დარო, ყველაფერი. ყველაფერი ჩემი. აბა! მე მინდოდა ეს გიორგი დარჩენილიყო. ყოფილიყო ისევ პრაიმ ჰაუსელი. ძალიან დიდი მადლობა. აი, ანი არის ის ადამიანი, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში მომცა ძალა, ენერგია, რო არ ყოფილიყავი მარტო. გაუმარჯოს სამართალს, რომელიც მაინც იზეიმებს საბოლოოდ period. მე უნდა ვიყო აუთსაიდერი ხალხო და მაგის უნდა მოვიგებ და. რა? როიოსერცამი. მოდი დღეს არ გვინდა მაგაზე. ხო რა, დავიკიდეთ ეს აუთსაიდერები, ლაიქები. მე განვიხილოთ გვინდა. ყველაფერი ოღონდ. როგორც ბუნებრივად იქნება, ისე მიყვეთ. კესო მე მგონი მე კი არა, მთელი მაყურებელი და ყველა გააოცა. არ ვიცი. თვლი რომ კესო უნდა ყოფილიყო პროექტში, და ჩვენ ჩხუბობდით თუ რიგდებოდით თუ ასე შემდეგ. მე და კესო რაღაცა ერთობლივ, რაღაცა საინტერესო ამბავს ქმნიდით. მე ვიყავი დამნაშავე, ისინი იყვნენ დამნაშავე, ყველაფერში ვარ დამნაშავე, ხო ერთი მხარე არ არის ყოველთვის მართალი. Anyway, კესო წავიდა, კესო მორჩა. კესო ვინ არის? ეგ ცირკიდან ერთი ცხოველი გამოვიდა. ნაზღაიძესთან ერთად ცხოვრება გაგრძელდება ისევ როგორც აქამდე იყო, მშვენიერად, არავინ არ იქცევა მაგას ცუდად. კესოს ყველა ინტერვიუში, ყველა სიტყვაში ნათქვამი აქვს, რომ ლაშა, როცა მიჭირდა ლაშა მედგა გვერდზე. და უცებ ჰოპ ერთ დღეს ლაშა აბულინგებდა თურმე. ფეხსაცმელი რომ მაგიდაზე დატოვე. იმენა მაძუნგალას აქციელი იყო. აი მაგაზე ბანძს მართლა ვერაფერს ვერ იზავდი. კესოსი კი არა, ჩემი ფეხსაცმელებიც რო ყოფილიყო, მაგიდაზე არავის ფეხსაცმელები არ უნდა ეწყოს. ეს არის ჩემი აზრი. ანუ კესო გიორგი თქვა, რომ რაღაცებს შეცვლის, შეეცდება, რომ უფრო მშვიდობიანი იყოს, კონფლიქტის გარეშე იყოს. რო გვანახებს ყველაფერს, როგორ განვითარდება შემდეგ მოვლენები. გიორგი ნაზღაიძემ დააჯერა კესოს, რომ პატრიკს გავაგდებთო რა და იმენად ძალიან მარტივად დაიჯერა და კესო, შეშენი ბრიტანელი კაცი ხო არ გგონი ვარ. ანუ არ უყურებ ამას რა იკადრა ხალმა. ორპირო და აი ვინც ამბობთ რომ პატა და გიორგი მეგობრები არიან და შეკრულები არიანო, ბოდიში მომიხადეთ ყველა. ყველა მისი მომწერეთ ბოდიში, იმიტომ რომ მე ეგეთ ადამიანებთან როგორც გიორგი ნაზღაიძე არის, არ ვმეგობრობ, არც ვიმეგობრებ, არც მიმეგობრია. და საერთოდ let's go რა ანუ სად არის გიორგი? აქ არის გიორგი. ჰეი გიორგი, არ არის გიორგი. იმას გაუმარჯოს, რომ დღეს არავინ ღირსეული არ დატოვა პროექტი. ხო, მეგრერა. ესპეო. დილამშვიდობისა ყველას, ვინც მიგულჩემატკივრად დამტოვა სახლში, იმიტომ რომ გამითენდა მორიგი დღე აუთსაიდერობიდან. შეგრძნება ცოტა ისეთია, არასასიამოვნო და მარტო ვარ ოთახში. კესოც არ არის, კესოს მხოლოდ ფეხსაცმელი დარჩა, რომელიც გადავწყვიტე რომ პროექტში იყოს ესე, დარჩეს. ანუ კესობ დაგვიტოვდა ვის ფეხსაცმელები სამარადისო ხსოვნისთვის. უბრალოდ ვერ ვხვდები ეგ რატო გააკეთა და აქვე ეთყობა თავის აქციელზე რა ქალიც არის იმ მაგიდაზე სადაც ვჭამთ ფეხსაცმელებს რომ დაალაგებ. დაიწყო მორიგი დღე
ჩავდივარ ქვემოთ. გახარებული, იმიტომ რომ პროექტში დავჭი თავისთავად. შეგრძნებებით რაღაცა სავსე ვარ ემოციებით. მაგრამ სახში ესე ვთქვათ რაღაცები იცვლება, არაფერი აღარ იცვლება, ისევ ისე ყველაფერი. ისეა ყველაფერი. აი მე დამღალა ჭურჭლის ვიზუალმა დამღალა. ერთი დილით რასაც ვაკეთებ ხოლმე, ჯეჯობით ვერ ვაკეთებ, ყოველ დილით ვსვავ წყალს, ეჭიქა წყალს, მაგრამ ეხლა ვერ ვსვავ, ყელი რომ მткиვა და აქედან გამომდინარე ყოველ დილით ვსვავ ჩაის. მე მგონია რომ რაც უნდა შეიცვალოს სამსახში ის არის რომ რაც იყო პრობლემები ზუსტად წინა კვირით და რაზეც განვიხილავდით იმას რომ გამოდიოდა რომ სულ მარტო ვიყავი, ჩამოვდიოდი, მარტო ვიყავი, იმედია ეს ყოველივე შეიცვლება და მონაწილეები რაღაცნაირად შევეცდებით რომ ვიპოვოთ საერთო ენა ერთმანეთთან ურთიერთობაში. თუ არ გამოვა ეს ყოველივე, მომიწევს ისე ჩემთვის ყოფნა სხვა გზა არ არის, რაც თავარია რომ არ ჩავება რაღაც კონფლიქტებში და სხვადასხვა რაღაცა პროვოკაციებში. მე ვთვლი რომ ეხლა როდესაც მე ვთამაშობ, არის კიდე ზემოდან ღირსება, რომელ ღირსებასაც არ უნდა შეეხონ მონაწილეები. თუ არ შეეხებიან ძალიან კარგი, ჩვენ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. თუ შეეხებიან, მაშინ ჩვენ ვერასოდეს ვერ გამოვნახავთ საერთო ენას. გუშინდელ მოვლენებს არ ველოდებოდი. ყველა ფერმა შოქში ჩამაგდო, რაც მოხდა. ყველა წინადადება უცნაური იყო ჩემთვის და კესოს აქციელი ვერ გავიგე. ვერც გავიგებ ვერასოდეს მაგას. იმიტომ რომ ჩემთვის ცოტა ისეთია რა. ჩემს ბანძია რა. ველოდებოდი რომ რაღაც დაახლოებით ესეთი მოხდებოდა, ველოდებოდი რომ ყველას ძალიან გაგვიკვირდებოდა, მაგრამ თუ მთლად ესე ძალიან გაგვიკვირდებოდა, არ ველოდებოდი რა. ცოტა კარგად გაკვირვებას ველოდებოდი და ცოტა ბანძად გამიკვირდა. ეს მოკიდე აქ. ამ ფეხით აიღე რაზგონი. საით მხარს ვარ. ესე. იქით ხო? იქით. აი ეგრე. აი ეგრე, კაია. ვაი, მე იდაყურე. კაია. ხავიათე, აი ეგრე. გამოვიდა უკვე კონკურენტი. გურა ხარ? ისე რომ გონგერია. იცი შენ თუ არა? არ ვიცი რა ვიცი. იმაზე ძელს. მიდი კიდე ადი უფრო. დაბრუნდა მოხალო. ხებით ეხარ თულია. გათენდა ლაივის შემდგომი დილა და გავიღვიძეთ ყველა. დავჭით სულ 12 მონაწილე. ეხლა კი წავიდეთ პატრიკთან, რადგან პატრიკი დარჩა და განვიხილოთ გუშინდელი ლაივი. წავედით გოგოებო და ანა ყოველთვის ასე აკეთებს, იმპროვიზარება რამდენიმე კიბის აუკლო. ან უბრალოდ აღზიანდება, უნდა პოზიცია. Good morning. Ade, შენერალა არაგიფედე. Good morning. დავჭი პროექტში, ჟიური მიიღო ესეც გადაწყვეტილება, რომ დავეტოვებინე მე და კეისუ. ხო და ისე ქვია, ვიცი, კიდე მოგიწევთ ჩემი ყურება მეგობრებო. ფიფქია პროექტში დარჩა. ფიფქია ჯუჯების ახდანები. ჩემოდი ესეთი იყო ზუსტად. მე არ ველოდი. არა, მე ვიცოდი რომ მე არა, იცი რა არის? იცი რა არის? ეს შეიძლება და კესო ამბებს ისდავდა. ხო, ეგ აი მაგას არ ველოდებოდი, თორე კესო რო გავარდებოდა, მაგას ველოდებოდი. ხო, ანუ კესო რომ მიდიოდა, ეგ განხილული იყო ისეც. უბრალოდ ეს რაც თქვა, რაც იკადრა. ჩვენ როგორც ქალები დავუდექით გვერდით. მაგრამ ნუ მან არ აქვს ღირსება როგორც ჩანს. მე ვერ გავიგე საერთოდ რა თქვა, ხმაურში, ყურებში და ანუ ჩვენთან არის მოდავა. ანუ კესო რო შევმიტრიალ და ალბათ გახსოვთ და რომ მევინე. თავარი აგრესორი პატრისია. ვაი, ეს არის ყველაფერი, ეს არის ძაღლის ფეხი. ანუ არავის გამოარდა თვითონ ერთია ეს. დაარავის არ დაუცალებია. საწყისი რაც იყო, ხო ამ სიტუაცია რა, რამაც გამოიწვია. სანამ შაბათი მოვიდა და მე კესოს 3-ჯერ 4-ჯერ ვკითხე, მეთქი კესო ვინმე დაგეძალა. ანუ ისევ იძახდა, რომ გამიკვირდა კესოს გადაწყვეტილება და იმიტომ დავსვი ეს კითხვა. რა ვინმე დააძალა გუგა? აქ არ იყავი რომ შემოვიდა და რო გიხვეწებდა. მე ხო, ქვემოთაც მე უკვე გადაწყვეტილი სადღაც მაგას. კესომ თავის თავს გაუჩარლიჩა. კესო მაგარი ფიქრა რომ ვსო ჩვენ ერთმანეთს ახლა ჩავკიდეთო. ხო და მაგას ეხლა მაგარი
სასიყვარულო ურთიერთობა გაებიო, პატრისიას თავიდან მოუშვებ თუ ხო, მაგრამ ვითომ შოუსთვის ისე ჯობია, ესეთი ვიყო რა. მოკლედ ძალიან ვერ გავიგე, იმიტომ რომ მე მგონი ამათ ერთმანეთი უყვართ, გიორგის და კესოს. აი უხდებიანი, ერთნაირი წვენი არის, ხო იცი, ფერი ფერსა, მადმი ღმერთსა, გიორგი და კესო, კესო და გიორგი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაქორწინდეთ, ბედნიერებას გისურვებთ, თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, მოხდება ეს ყველაფერი და ჩვენ ხელს შეგიწყობთ კვირდებით. ესოს გააზრებული ქონდა რა ტოვებდა შოუს და უნდა რომ ვაიმე ხლა ძალიან შოკით დავტოვებ რაღაც და ისე ბანძად დატოვა შოუ რომ აი და დატოვებად არ გავიგივიდა ესო შოუდან წასვლაც არის და წასვლაც. ამ კვირაში არ ვიცი რა მოხდება წინასწარ ვერ გეტყვით ამას მაგრამ ერთი ვიცი რომ თქვენ ხედავთ ყველაფერს ძალიან კარგად მოკლედ გიორგი ჩემთვის აღარ არსებობს გიორგი არის რა ვის შევადა რომ აი ის ფილმი რო არის სასტუმრო ტრანსილვანიაში უჩინარი კაცი რო მარტო სათვალეები რო დადის აი ეს არის გიორგი ჩემთვის იაროს და იყოს თავარია რომ მე არ შემიშალოს ხელნი და სადმე ფეხებში არ შემომებლანდოს თორე მე რო გიორგის ფეხებში არ შემევლანდები ეს თქვენც კარგად იცით და მეც კარგად ვიცი დღეს სტუმრად ყავს მიხეილ საგარელი ბასენი, ბუნება, რა ჯობია ამას. მე როგორც კუროს ძალიან მეყვარს სხვა შორის ეს პოეციები და დღეს მინდა ახალგაზრდა თაობას გავესაუბრო, დაველაპარაკოთ. იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ დღეს ცოტა მძიმე დღე ასტროლოგიური კუთხით. თუ არის დაბნელება, მაგრამ ვეცდები რომ ემოციურად დავამშვიდო ყველა. მოგესალმებით. როგორ გიგითხოთ ხალხო, როგორ ხართ? მშვიდობა ხოა თქვენსკენ? არა, მადლობთ, არ შეწყდა. ყავა, ჩაი, წვენი, წყალი. ვითხრა, რომ 2 დღის განმავლობაში არის მძიმე დღეები, არის კონფლიქტების დღეები. თხოვნა მაქვს ერთი, რა, დღეს და ხვალ არის თუ არის დაბნელება. ძალიან მძიმე დღე, ენერგეტიკულად ეს ითვლება საერთოდ სათანურ დღედ. როდესაც ადამიანებში ღვივდება უარყოფითი ენერგიები. თუ არის დაბნელება, ითხოვს ყურადღებას ემოციაზე. ემოციაზე მგრძნობი არის აქ ადამიანს და ძალიან გაღიზიანება მატულობს. აგრესია მატულობს, კონფლიქტურობა მატულობს. ამიტომ ეცადეთ რომ მაქსიმალურად მithumetes ეს 2 დღე კონტროლი გაუწიოთ თქვენს ემოციებს. იმედია მონაწილეები შეეცდებიან თავი შეიკავონ და ეს კონფლიქტებს თავი აარიდონ ჩემთან ურთიერთობაში და მაგალითად 2 დღის მერე განავითარონ ის გეგმები. ეს 2 დღე არა, იმიტომ ცუდად დამთავრდება კონფლიქტი და არა ისე როგორც თქვენს გინდათ. რაც თორე ამით შავი ძალების სამსახურში ვარდებით. ველოდები ზეგიდელ დღეს ამ 2 დღე ეს მძიმე დღე უნდა გადავაგორო, მე უნდა დავიწყო საქმის გარჩევი. მეც შეგეკითხებით. მე ვარ მერწყული რა, ჰოროსკოპის ვარ მერწყული და ის რა ქვია იუპიტერიც ყავს მერწყულში. აჰა. რა შეგიძლიათ მითხრათ? ესე იგი, შენ სხვა შორის იგივე მერკური სათქავს, ხო არ იცი, მერწყულში გაქვს სპანში. მერკურიც მერწყულში ყავს. ესე იგი, იგივე პრობლემა გაქვს რაც იმას. ტვინი არ ჩერდება შენ. გადავამე. სულ მუშაობ ესმის. ამიტომ შენს აუცილებლად მაგიდის ჩოგბურთი. პირველ რიგში რომ ტვინი გაქვს. შემოგვიწევ. როგორ ხო ხედავთ როგორ გჭირდება. და ვიშკუნდალოთ. ეხლა მითხარი, ვინ არის შენი ასე ვთქვათ პარტნიორი, რომელიც მოგწონს? არის ესეთი ვინმე აქ, მაგალითად თუნდაც? შეიძლება. აბა, მითხარი, კაცო, გაიხსენი ახლა, ა? ვერძი. ვერძი? აქ რომელი, აბა, მითხარი. შენ ხარ ვერძი. აჰა, ძალიან კარგი. შავტუხა. მოდი ახლა, რა მაინტერესებს წლებში რამდენია განსხვავება? სახლში მობინადრეებმა ერთერთმა მონაწილემ ვერ ამოხსნა თეონას ასაკის საიდუმლოება. ხოლოდ მე ვიცი თეონა რამდენი წლისაა. თეონა მალავს თვევის. არა, ახლა რა შეა საქმე, იცი, ჩვენ რო განსხვავდროთ ერთი მხრიდან, პლატსტორი არ იქნება. იმიტომ რომ აღმოსავლური და დასავლური ორივე კალენდარი უნდა იყოს შეხამებული. რა გიდათ რომ ჩვენი ეს ძლივს დაწყებული ურთიერთობა გადავუსვათ ხაზზე დაავთავროთ ყველაფერი თუ რა გინდათ. თევზები არის უკეთესი პარტნიორი შენთვის. ესმის, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, ვერც უგებ შენ. ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინე. ვერძი არის ძალიან მაგარი ქალი. ავთო მარიცოდა რომ ორქიან ვერც ეფლირტავებოდა თუ რაღაცა. ვერძე ვერენ ძლიერი ქალები კაცო, ხო ვიცი.
ავთოს თურმე აშინებს დომინანტი ქალები. შენ თუ ესეთი ძლიერი ხარ, კაი გამტმელი ხარ, კაი საქმის გამრჩევი ხარ, კარგი თამადა ხარ და ასე შემდგომ მაშინ კი შანსი გაქვს. თუ არა და კარგად დაფიქრდი ვის ყუფში ყოფ თავს. თეო არის ისეთი რა, ეხლა ავთოს დაიჭერს ხელის გულზე და იმას ის, მაგრამ აი ავთო მე ვფიქრობ რომ ავთო თეონას გაუკაჩავს იმ პონჩი რომ ავთო არის მაინც ისეთი რაღაცნაირი აი ვერძული რაღაცნაირი ხასიათი აქვს ჩემი აზრით. საგანო მითხრა რომ შენ და თეო მაინც ვერ შეეფერებითო ერთმანეთსო. იმას ის უყვარსო თვითავის გარშემო რო ტრიალებსო სამყარო და მეც ჩემ გარშემოც რო ტრიალებს სამყარო და თეოს გარშემოც ანუ ჩვენ ცალკე სამყაროები გვექნება მაშინ. წარმატებას ფუსურვებ ორივეს თავის ურთიერთობაშიც და პროექტშიც, იმიტომ რომ ძალიან საყვარლები არიან. უკვე 18-19 რიცხვიდან მზე უახლოვდება და შედის ტყუპების ზოდიაქოში. ანუ უახლოეს პერიოდში, უახლოეს ერთ თვეში მთავარი ფავორიტი იქნება ტყუპების ზოდიაქო. მალე იწყება ტყუპების ხანა, ანუ ჩემი ხანა, იმიტომ რომ მე ზოდიაქოთი ვარ ტყუპებთან ხარის წელში დაბადებული. გვიზის ერთი ტყუპები, ვინც მე ვიცი და არჩენები არ ვიცი. так, ამიტომ რომ მზე მიდის ამ ზოდიაქოსთან, ესე იგი ამათი ენერგოტონუსი და იღბლიანობა დაიწყებს ნელ-ნელა ამაღლებას. სადღაც 18-20 რიცხვის შემდგომ. მე ხვდით? ეხლა კიდე ვინ იქნება ფავორიტი, ამასაც გეტყვით. სასწორი ზოდიაქოს ნიშანი, მერწყული ზოდიაქოს ნიშანი, სამი ჰაერის სტიქია. შემოიტანეთ სიახლე, შემოიტანეთ სტაბილურობა, შემოიტანეთ ერთგულება ურთიერთობებში. აქ იმხელა გამოცდილებას მიიღებთ. ეს არის უმთავრესი გესმით და თავარი ერთი რამ გაიგეთ რა. სიყვარული, კეთილგანწყობა. აი ეს არის თქვენი გამარჯვება. განარჩენი მეორადია და აბა თქვენ იცით, გისურვებთ წარმატებებს. ძალიან კარგები არიან. ძალიან საინტერესო კითხვებიც იყო და წარმატებები ყველას მათ. მადლობა ყველას. აბა ბედნიერი დღე და წარმატებები ყველას. ტატო ახლა ჩვენთან ერთად არ არის, რადგან გუშინ სანამ ლაივი დაიწყებოდა, იქამდე უკვე ცუდად იყო, ქონდა სიცხე. მთელი ლაივის განმავლობაში ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, რის გამოც გამოვიძახით მე სასწრაფო, გამოუძახეს. მოვიდა სასწრაფო და თან წაიყვანეს. ნუ დღე გუშინ უბრალოდ გავუშვეს სახლში. და ცოტა არ იყოს და ეს ოთახი მოწყენილობისგან კვდება მაგის გარეშე. იმიტომ რომ აქაურობას ტატო ძალიან აკლია. იმედია რომ ტატო მალე დაგიბრუნდება, იმიტომ რომ ჩვენ ოთახს აკლია ტატო. მოგვენატრე გუშინ გჭირდებოდი ძალიან. ღამე განსაკუთრებით ჭორაობის დროს. ავიღებ ჩემ სტრიპებს და წავალ. ისეთი ბედნიერი ვარ და მინდა რომ მაგრად ვიცეკვო. ჩემ ახალ ლამაზ და გასაბედნიერებელ ტრუბას დავტესტავ. ეს არის ჩემი ძელი. ლამაზი, მაგარი და ეს არის კიდე ჩემი ხე. ცოტა ხანში პრაიმ ჰაუსი გადაიქცევა სტრიპ ჰაუსად, იმიტომ რომ 12-ვე მონაწილე გავხდებით პროფესიონალი სტრიპის მოცეკვავეები და მე აქ შოუებს მოვაწყობ და აქ ხალხი მოვა და ფულაც მოგვაყრიან. აქ ჩავისმევ ხა ჩემ სტრიპებს. ძალიან მაგარია. თან იცი როგორი რაღაცა? აი ესე დღე რო არის თან და თან ზერო მაშუქებს ძალიან სიამოვნას. ბავშვებო, წამოდით ჩელენჯზე გეპატიჟებით. მე მგონი მოგვეწონება. ხო, თითო ილეთს განახებთ. ანას გახსნილი აქვს ორი წრე. ერთი სტრიპტიზის წრე და ერთი აქვს კაი ბიჭობის წრე გახსნილი რა. თვითონაც ცოტა ვერ ჩამოგვაქვს იქეთ უნდა თუ იქეთ უნდა, მაგრამ ორივე შეასწავლის მაღალ დონეზე. სურვილები დაგვიკავშირდით. გაკვეთილები ანი ყიფშიძესთან. გაკვეთილები ანი ყიფშიძისგან. დამწყები დონე 1. ფეხსდებ ტრუბასთან. აი, მოსწრაფო. თუ ფეხი არის მარცხენა, ხელი არის მარჯვენა. ოკეი. თუ მარჯვენა ხელი გვიჭირავს, მივდივართ მარცხნივ. თუ მარცხენა ხელი გვიჭირავს, მივდივართ მარჯვნივ. ანუ შენი ხა ორივე ხელი გიჭირავს. კაი. ვაი, ცანტრიალებს, მერტი ჩემო. თეო ძელზე ასული არ დაგინახო იცოდე. აი ეგრე ხო? აი ეგრე. აბა.
კერია. რას ქვია აღარ დაგინახო ბოძზე ვერ დასული. მე თავად ვარ მოცეკვავე, ქორეოგრაფი. ფოთიში ავთო, მაგრამ მაგ შემთხვევაში არ დაგიჯერებ. რა შობი და აი ეგრე, მე ფეხს ჩაუდებ. ოფა. ჩვენ ვართ სტრიპტიზიორები. მოხუთ სადღაც ორ კვირაში ყველა რო ბოძზე მხიცები ვითრო ტრიალებ. რაღაცა ტრიუკებს რო ვაკეთებ სანდო. აი ეგ ხო ვიდეო. მაწუხებს ბოძოფობია. ბოძოფობია არის ბოძების შიში, აი ქვევით რო ეზოში ბოძი დგას, მაგის შიში არის ბოძოფობია. ანუ ფეხი თუ უნდა აი ეგრე, მაგარია. მაგარია. ხო, ავთომ ბოძოფობია დაძლია. შეიგუა უკვე ბოძს, ზოგადად ავთოს ქონდა აი ეგეთ ბოძების და ეგეთ გრძელი საგნების შიში. დაამარცხა. კი იტრიალა სიბრუტივით იქ ბოძზე. ბოძოფობია დაუძლიე. ბოძოფობია დაძლია. მომილოცეთ, ბოძოფობია მქონდა და აღარ მეშინია. მაგას ისეთი ნავარჯიშების ხეული ჭირდება, რომ შენი თავი დაიჭირო იმ ბოძზე, რომ რავი, ხა აქ შენი ბეგ გამოუვიდეს. კუნთავი კათეონას, ანას, ავთოს და როიალს, არ ვიცი, სხვა ვინ შეიძლება რა, ანუ ძალიან რთული არის, ხა ვითომ ძალიან მარტივი ბოძზე შემოვიხვიე გვერდნივის და ვიტრიანი არ არის, ანუ მაგას თავის ტექნიკები აქვს და რაღაცები ზემოდო ჩამოფრენები და აფრენები და რაღაც. დღეს სახში ჩვენთან ძალიან კარგი განწყობაა. მხიარულობთ, ბედნიერები ვართ. ჩემი აზრით ჰარმონიაა ჩვენთან. დავივიწყოთ ყველაფერი და რაღაცა დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი საფეხური. დავივიწყოთ ის წყენა, ის მე მაგ წყენა თუ მაგ ხო, მაგრამ მეც ხო ვივიწყებ და სახლში დღეს არის რაღაცა ზომიერად ისეთი ნაკლებად დაძაბული განწყობა. თანაზღაიძე დღეს უკვე ვხედავთ იქცევა ცოტა სხვანაირად ჩვენთან ერთად. მეგონი დაინახეს, რომ არანაირი ბოროტი ძალა და ბოროტი რაღაც ადამიანი მე არა ვარ. ალბათ თვითონაც ისწავლა ბევრი რაღაც ამ შაბათს. შესაძლებელი არის ისიც, რომ ამ ხელა გულშემატკივრების არმია რო დაინახეს, ამანაც იმოქმედა. შეიძლება ესეც არის. გვიყვარხარ ემიგრანტებს, გიო, ემიგრანტებო, უღრმესი, უდიდესი მადლობა. გიორგი არის ლაივში, რაც ტელეფონები მოგცეს იმ წამიდან და აი ჩემი მარჯვენა ყური აი ფაქტიურად აღარ არსებობს. ყველას და ყველაფერს სცემს პასუხს, აბსოლუტურად. ერთი კომენტარი არ გამოუტოვებია და წაიღეთ რა ტელეფონები რა. ესეთი მაგარი რამ, არ ვიცი, დღესაც ემოციების სავსე ვარ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა. მზე გამოვედით რაღაცა აუზე და ეს რელაქსია ეხლა რაც ხდება. 240,000 ხმას 85% ვერ შევძლებდი რომ ამეღო მხოლოდ მე. 3 ადამიანში. ძალიან დიდი მადლობა. სალამი როგორ ხარ გიო? კარგად. ანუ სალამიც, გამარჯობაც, აი თითოეულ სიტყვას კითხულობ. შაბათს მე ვთქვი რომ ნაზღაიძე რო დარჩეს ამ პროექტში, მე ვაპირებ აუთსაიდერობას. გადაიფიქრე ხო ის რო გინდა აუთსაიდერობა. ანუ მე ხო არ ვიცოდი გიორგი ვაფშე ვინ იყო. ხო. აქ რომ მოვედი რა. აქ გავიცანი просто გიორგი ნაზღაიძე და არ ვიცოდი ის გიორგი ნაზღაიძე რომელიც ხალხი იცოდა. ჩემებმა ჩემ გულშემატკივრებმა მომწერეს და რაღაცები მანახეს, რომ თურმე ყველა გადაცემაში ეგეთი ტიპი იყო, რაც სკანდალები, ხმაური, აჟიოტაჟი, კაროჩე რაღაცა ეგეთი ხოდებით იყო სულდა. მე რო ეგ თავიდან მეწოდინებოდა, ვაფშე არ მივახსენებდი ყურადღებას. მე აქ გავიცანი გიორგი და მეგონა რომ აქ გააფრინა ადამიანმა და თურმე ყოველთვის სკანდალებით იყო ცნობილი. მინდა რომ მე გიორგი ვიდგეთ და ხალხმა გააკეთოს არჩევანი. მე ჩემს ვიზავ. I'm a champion. ახლა უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ მაქვს ჩემი ბოძი. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც თავი აკონტროლე. ანუ არც ის ზედმეტად გამოწვევად არ ჩაიწვევ ბოძზე, ცეკვის დროს. ჩემი რჩევა იქნება.
რაიც გითხრათ, შეიცვი ესე და შორტი იმით შეგადე. გიორგი ძალიან კარგ ჩემებს მაძლევს. შეეცადება ის რაღაცა ჯაკუზის და რაღაცა ამბები აი რაც იყო, იქაც ცოტა ისე იყო. აი, გიორგის აზრს მივესალმები, მეც ესე მინდოდა და დაემთხვა ზუსტად ალბათ. შენ ახლა გუგოებში ხარ ისეთი საინტერესო მოთამაშე ხარ. სულს არ გირჩევ ხოლმე, გემეგოები არ გატყუებ. ანის მივეცი რაც ადრე კესოს მივეცი, პრინციპში მსგავსად მივეცი ანის ოღონდ სხვა მიმართულებით, ქალურ მიმართულებით ვთხარი რჩევა, რომ ძელზე შეუძლია იცეკოს თავისთავად ანის გადაწყვეტილება, მაგრამ ცოტა სხვანაირად ჩაიცვას, შორტი ჩაიცვას, რაღაცა ტოპი მაისური ჩაიცვას და შეუძლია ისე შეასრულოს იგივე ცეკვა. გიორგი манипуляციას ვერ მოახდენს ანიზე მსგავსი რამით. ანი ჭკვიანია, ჩემი აზრით. არ არის ქარაფშუტა და მე მგონი რაღაცებს ბევრად უკეთესად გაანალიზებს. ვიდრე კესო. ხე როგორ არის გოგოები ბევრი ხართ ახლა რა და არ გამოვიდეს რომ შენ გარყვნილი ხარ და ვიღაცები პატიოსნები. ანი ვერ გავიკიჭერ რა როლს თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ ხო რომ რაღაცა კესოს როლს ირგებს ნელ-ნელა და არ ურჩევდი როგორც ხო მონაწილეებს გიორგის ანახლოს ყოფნას, იმიტომ რომ რამოელის როგორც კესოს შევხედეთ ვნახეთ, ისე შეიძლება ანიც გაიწეროს. ძუძუები ძველი რატო გქონდა? ძალიან გცემს სველი რო ხარ. მინდა რომ ანის გაუფრთხილდე. ან კარგად აკეთებ, გამოგდის, გიჭირავს, მაგრამ უყურე რა ხდება, აი ეს ხო არის? უნდა ჩავიდეთ ესე? 1 2 3 კაცლა. აი აქ ადგილი უნდა კონდეს. ხო. გამჭრეს. საუბარი გინდა მაგარი კადრები გადაგიდო? კი, მინდა. ხო კუპალნიკი გაცვია. წაბო აქ ის კარგად არის დაწენილი? კი. წაბო, ეხლა გაჩვენებ მე. ავავსოს ჯაკუზი მოდი. ვაიდე, თეოდორ რა ხედი? ახლა ლაპარაკობს წავედი. ძალიან სასიამოვნო და ემრიელი სტუმარი შემოდის თქვენთან. შეგრებებთ სამზარეულოს ოთახში. გამარჯობა. როგორ ხართ? მე ვარ ნუცა ბაიაძე. ვარ კულინარიის აკადემიის ლექტორი, შუადღის კულინარიული ბლოგის წამყვანი და კულინარიული კონსულტანტი. მეც აღარ ვიცი მარტივად. მე ერთი საინტერესო თამაში შეგირჩიეთ. ამ თამაში გამარჯვებული მოიგებს პრიზს. ესე იგი მზად ხართ? თქვენ წავიდეთ. წავედით. წესები მარტივია. ვინც ვერ გამოიცნობს მოცემულ ინგრედიენტს, გადადის იქით ამ მხარეს. ავტომატურად წაგებულია და ვინც გამოიცნობს ინგრედიენტს, ის დგება ისევ რიგის უკან და შემდეგ აქვს შანსი, რომ კიდევ ერთხელ გაიმეოროს. პირველი ხარ ლიზა შენ. აირჩიე რომელი ყუთი გინდა? აიღო, თვალებს აგიხვევთ ახლა. მე შენ წინ დაგიდგავ. შეგიძლია შეეხო, გასინჯო, მოკლედ ყველანაირად შეგიძლია ნახო ინგრედიენტი რა არის. ახლა მე შენ დაგიდებ წინ ინგრედიენტს. აი აქ არის.
ხედავ? აჰა. გითხარი რა ინგრედიენტია? ეს არის შაში. სწორია. შეგიძლია გადახვიდე უკან. ავთანდილ აირჩი შეყუთი პირველ რიგში ეს. მოდი. ხსნი ყუთს. მართლა არ ზავს ბატონიშანი ან რაღაც არ ვიცი ეს არ მახსოვს ეს ეს ინგრედიენტი არის ნიახურის ბოლქვი, შეგიძლია მოიხსნა. როგორ მეზიძღება იქ ნიახურის? ყველაზე რთული რამე ვარ, შეიძლება და გადაინაცვლე აქეთ. აი გამომივიდა მასწავლე და ვერ გამომიშრენი. არ დასახელდა. ნუ შენ? კოჩოხ შენ გამოიცანე. რაიმე სუნით მე მგონი ის არის. არა. იმ დღეს შეერი რო ვიყავი ამაზე 16000 ნახვა იყო. გიორგი დაასახელე ინგრედიენტი. მართალი ხარ? კატმის ფილე. ვაუ! მდიური ყველი. შეცდი. პარმეზანი. ბანანი. სწორია. და ეს ინგრედიენტი არის კივი. კოჩოხ. ბრავო. ხარხარ. კოჩოხ. არ მახსოვს რა არის. ეს იყო ჯინჯერი. ნაუერა. ეს იყო მანგო. ნიახური. ეს არის კინძი. აუ, კაი რა. ჰოლანდიური? არა. ეს არის გრანო პადანო. ყვავილოვანი კომპოსტო. ყვავილოვანი კომპოსტო. არის. არის. მე მგონი ბოლოკი. ეს ბოლოკია ნამდვილად მართალი ხარ. აუ ბოლოკთან არის, მაგრამ ბოლოკი მე მგონი არა, ნუ ბოლოკი იყო ბოლოკი. არ არის ამწოთა. არ არის ბოლოკი. არ არის. ეს არის ნიახურის ძირი. ქეთევან გელოცავ. თუ რა პრიზი გელოდება, ამას მოგვიანებით გაიგებ. ხო კარგი იყო? მადლობა დიდი. Keep watching me with pops ელიზა, რა მოგარი რაღაც გაკეთებია ეს? რა? აი ეს რაღაც. ეხა ჭამე? დღეს ლიზა აკეთებდა საჭმელს, რაზეც აფლამ რაღაცაზე მისცა შენიშვნა. მაგას მანდ რო ვაფშრაკებს წინ? ავოკადო ტოსტი. ერთ საკეთებს და მაგარს. ხები შე ვაფშე რა მისაკეთებ? აუ მეც მინდა ავოკადო ტოსტი. რას? კოჭხვა? ლიზა ავოკადო. აღარა ავოკადო. რის გამოც ლიზა ძალიან განაწყენდა. დაუდგეთ მე და სამზარეულოში და ვნახოთ ვინ როგორ აი, კაი, ავთანდილ, ჩიო, შატა ფოტო. შეფავთანდილს მოეღადავები. შეფავთანდილს არა. შიპოვას. ბიჭი გაიხუმრა და ის აიჭერა. მე მგონი ლიზის სტატო ენატრება. და მაგიტყვეც უთხასიეთს. ავთანდილი? ნუ იჭრები ხოლმე ეგრევე რაღაცა შეღადავ. არ ვიჭრები ბიჭო, უბრალოდ ფაქტებს გიფენ და შენ იჭრები. რომელ ფაქტებს სასისკირო ვერ შეწვი მაგ ფაქტებს მაგალითად? უიმე და გიჟები არის. რა კონფლიქტი არა ეხა იქ შევაკი კიდე. ის ცოტა აშლილია. ავთოს გონია რომ რაც უფრო ბევრს გამაკრიტიკებს, მით უფრო ესე ვთქვათ მომეწოდებს თავს ამით. ამას არც ვიღებ, არც შევეგუები და ასე შემდეგ. period. სასისკის და კვერცხის შეწვა იცი ალბათ მაქსიმუმ. всё, მეტი ნიჭი არ გაგაჩნია. ყველაფერი ვაფშე. ჩემი ბრაუნი შენ ჭამე, ჩემი პეჩენია შენ ჭამე, ჩემი ავოკადო ტოსტი შენ ჭამე და ყველაფერი შენ ჭამე და ეხა მოდი უმედური ლაპარაკი მაშინ არ გინდა ვაფშე აღარ გაიკარა ჩემ გაკეთებულ საჭმელს. აი ხუმრობა. არ მინდა, არ გდის ჩემთან ეგ ხუმრობა მაშინ ესე ვილაპარაკო. მე არ გამდის? ხო, არა, არ გაგივა. ავთო პარალელურად ყველას ეფლირტავება. ავთოს ერთ-ერთი ფლირტის მეთოდია თვითონ გამაკრიტიკო, რომ ადამიანი მომეწონოს. თუ გამაკრიტიკებ, ანუ მე მომეწონები. ესე არ არის ნამდვილად, მით უმეტეს ავთო ვერ შეძლებს. ანუ ვერ მიაღწევს თავის მიზანს, არც ესე, არც ხო გზებით. წესიერი ლაპარაკე ცოტა რა. ძალიან ცუდ რაღაცებზე გაქართულება. ქართულება არაფერზე არ მაქვს, უბრალოდ უკვე ყელში ხარ. ლიზა ძალიან გრძნობიარე არის სხვათა შორის და ყველაფერი ადვილად წინს და ეპოვან მაგიტო ეწყინა. შენი და რატო ხარ ესეთი ფიცხიე? ვარ და იმიტა.
საყარელაში. საჭმელი არაფერ შუაში არ იყო. მე ლიზას უბრალოდ გავეხმურე, რომ ვერ აკეთებდა კარგად საჭმელს. ჩემი მესიჯი იქნება, რომ არ ჭამა უბრალოდ. იყავი მშიერი. ანუ გვერდზე ვზივარ და მე არ შევჭამს არ შეჭამა ჩემი საჭმელი. არა შევჭამ, არა. აი ეს რაღაცა კიწევი. რატო დამამაძლე რაღაცები რომ ეჭამე? ხო და თუ არ მოგწევს არ უნდა ჭამა. ხუმრობდი, აი ძალიან ელემენტარული ხუმრობის დონეზე, აი როგორი ელემენტარული. კი, მაგრამ ანუ ყოველ ანუ რეალურად მაგის განხილვა არ იყო. დღეში 10 ჯერ უნდა გაიხსნა. ხო და აი კარგ საჭმელს რო აკეთებ, მაგიტო გეღადავები, რომ ვერ აკეთებ მეთქი და რატო ანუ რა მორალს ვერ მიხდი. გამოხატე შენ თქმა რისი თქმა. კაი, ეხლა თავი აბტკივდა ხალხი. რა დებილობაზე ჩხუბობ, ეხლა ხო არ გადაიდეთ. უკოლ ხმარ. მე არ ჩხუბობ, ეს ჩხუბობს. ლიზა, რა ჭირთქალ რატო აიწე? აუ, მთელი დღე ერთი და იგივე სიძახის, ალბათ და. იძახო. აი მე იძახოს, მაგრამ და ტვინში უკვე მირტყავს. ნუ ის აიჭრა პროსტა იმიტომ რომ დაუწუნეს თავის გაკეთებული საჭმელი და ლიზა იმდენად თავდაჯერებული არის რომ აიჭრა ვერ შეეგუა. ხო და სანამ რაღაცა ისე არ შეიქმნება შენი ტიპი რომ ფლირტაობ ყველასთან და ყველაფერთან, აი მანამდე უნდა იზრუნო მაგას და მე უკვე არ უნდა იცადო რომ რაღაცები გამოასწრო. ნუ ამ შემთხვევაში ლიზას ვეთანხმები, რადგან ავთო ისედაც ყველას ეფლირტავება სახლში, რაც მოძრაობს და გუგუ არსება რაც არის. რატო ჩათვალე რომ იგი გეთქვა? კი, რატო არა? ხო და მიზეზი 24 საათი ყველა მაგას გეუბნება და ეხა მაინდა-მაინც მე რომ თქვი გეწყინა? რატო გეწყინა? ვეხუმრე მე. და არაფერს არ უნდა. გონია რომ რაღაც სამაგიეროს მიხდილის და ვერ ხვდები არა, ეს სამაგიეროს არ გიხდი, რა ფაქტია, იმას ვამბობ და რატო გიტყდება ვერ ხვდები. რომ მე ლიზას უთხარი რომ სამზარეულოში რაღაცებს კარგად ვერ აკეთებს, ეს არის ფლირტი. ხო ეს ასოციირებაა. დეჟავუ მაქვს. კომპლექსიანი ხო არ? ეხლა დეჟავუ. ყველასთან ფლირტავ. ლიზას ჩემს კონკურენტად არ აღვიხოვა. აუ მაგარი გასარჩევი თემა გაიჩნდა ჰაუსზე. ავთო როგორც კი გამოვიდა ინტერვიუდან, მოვიდა ჩემთან და დაიწყო იგივე თემის განხილვა, ვითომ გაკვირვებულმა. Avengers Kid. ცოტა არასწორ დასმევს ხო არ აკეთებ, ოდნავ არასწორ დასმევს, ა? რა იყარი მოგიჭონა? რატო თქვი რომ ავთო მეფლირტავებაო? ავთო ყველას ეფლირტავება თქო. ვის? აი ხა გაიგე პირველად რომ ეგეთი რაღაცას ამბობენ შენზე რომ ყველას ეფლირტავები რაც მოძრაო. ამბობ რომ ვინ რას ამბობს მაგას ხო არა შენ რატო ამბობ? ამბობ იმიტომ რომ ფაქტია დადასტურებული. ფაქტია რომელსაც ყველა და რატო უშვა ამ ფაქტს ხას? თეო, ავთო ეფლირტავება ყველას? ხას გასმა რა საჭირო? შეიძლება ფლირტავობდე კიდევაც, მაგრამ რატო თქვა ეგ ვერ მივხვდი? კითხეს და თქვი რა გინდა? პატრიკმა ჩათვალა რომ ჩვენ ვჩხუბობდით რაღაცაზე, არა და არ იყო ესე და შეგვარიგა პატრიკმა. არა და არ გუჩხუბია ისეც, უბრალოდ განვიხილეთ რაღაც საკითხები. ჩვენ ხო შევთანხმდით რომ არანაირი კონფლიქტები ჩაიხუტე ავთოს ერთმა. ჩაიხუტე. ნეკი-ნეკისა გააკეთეთ, მიდი. ნეკი-ნეკისა, შერი გებისა, კატა ჩახტა ვანაში, ჩვენ დავიწყეთ თამაში. ვსო. მე არ ვარ ეჭვიანი, თუ მაგის საბაბს არ მაძლევს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ავთო ყველას ეიპრანჭება და ეფლირტავება, მაინც არ ვთვლი, რომ ვინმესთან საეჭვიანოდ მაქვს საქმე. ვერ ისწავლე ხოლმე. რაზე? სულ რატო უნდა მოვისვენო, რომ მოვკვდები მოსვენება მერეც მეყობა? მე როგორ მინდა იყო, იცი? ვიცი. როგორიც ხარ? და ეგეთი ვა როგორი ძავალი. დაიყალე. მე მომწონს თუ არა ავთო, ეგ ჯერ მე თვითონაც არ ვიცი, რომ გავიგებ, აუცილებლად გაგიგებინებთ. მასთან ერთად თავს კარგად გრძნობ, ერთი ეგ ნამდვილად ვიცი. რატო ვერ ისმის? როდესაც პროექტი დამთავრდება, ამის შემდეგ ჩემი და ავთოს ურთიერთობა გაგრძელდება თუ არა, ეგ არის იმ ყველაფერზე დამოკიდებული, რაც აქ განვითარდება. ნუ მირტყავ. ძალიან მომეწონა როი არის გადმოდგმული ნაბიჯი ახლა. ხო. ტაშის მიშეგეძინა თუ ის? არ მეძინა, ვით შემოდრმა მომეცი. ხო, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ის და როი არ უკრავდა გიორგის ტაშში.
გვითხარი ერთი პასუხი და ყვავილოვანი კომპოსტო. ყვავილოვანი კომპოსტო. არის. არის. ხახო თაში რატო არ უკრავთ გიორგი რომ გამოიცნოს? იგი რაღაცა მშვიდობისკენ მივდივარ. ბიჭო, შეიძლება იცი რა ყოფილიყო გიო? ეს სამსემთვარეობა დადებულობა ყოფილიყო? ხო, არა, მე ხო, მაგრამ ნუ თავარი იცი რა, მე ხო იქ ვთქვი რომ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯი. ხო, შენ იცი რომ მაგათი ბოდიში კი არ უნდა უბრალოდ სახსიერით გამოხატონ და ისიც. იმიტომ დღის რომ მკითხეს, მე ვთქვი რომ არ მე კონტაქტებიან და ეხლა ძალიან მომეწონა როიალის გადმოდგმული. ხო და გაუმარჯოს ყველა მონაწილეს. გაუმარჯოს. ჩემი სურვილი არის რომ ანი გადმოვიდეთ ჩემ ოთახში, რადგან ვთვლი რომ მე და ანი ერთ ოთახში უფრო მეტად მხიარულები ვიქნები და შოუში კიდე პატარა შოუს, მხიარულ შოუს მოვაწყობთ. კესო იწვა იმ ლოგინზე და იმ ლოგინზე მე არ დავწვევი. თუ გიორგი გადმოვა ჩემ ოთახში და დაიძინებს, დიდი სიამოვნებით დავრჩები. მე ძალიან მიყვარს ჩემი ოთახი. და თუ სურვილი ექნება, თვითონ მოვიდე ჩემთან. აი აქ გამოჩდინა რომ ჩრდილე. ნახე, საკონცერტო წვია. საკონცერტო წვია. ან ხო იცეკვებს აღამოს. კი. ყველასია. როგორც გითხარი. ხო, არა, სტოლბოზე არ არის ლამაზი რა. მე ხო ვიცი. კი არის ლამაზი. ისე და ხურე. ის არის კლუბისთვის. ძალიან. ეს არ არის ეზოში, მთელი ქვეყნის სანახავად, იმაში ალუჩებში და იმაში ალუბლებში. ხო. და რატომ უნდა დაგასახელოს მე ვიღაცამ აუთსაიდერებში, იმიტომ რომ ამორალურია ჩემთვის ანის ცეკვა და რატომ? გიორგი და ანი არიან კარგი მეგობრები. არ ვიცი, ანუ ეს ვერ ვხედავ რომ სიმპათია არის რაღაცა მათ შორის. რაღაცა წმინდა კარგ მეგობრობას ვხედავ ჯერჯერობით, მაგრამ როგორც ამბობენ, ყველაფერი მეგობრობით იწყება. ამიტომ არ არის გამორიცხული ის, რომ ისინი მომავალში ერთად ვიხილოთ. მე იცი რა მინდა. რომ ხალხმა ჩვეულებრივი ვერ შეცვლი, აი ვიცი რა თქმა, შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. რატო? შენი გამოსვლა ვერაფერს ვერ შეცვლი. რატო? ეგრეა ახლა შენ რა გონია შენი გამოსვლა შეცვლი რამე? არ დაიჯერა. პირიქით, მეგონი აგრესია გაუშვებათ უფრო დიდი. მე და ანი შევეცდებით რომ ერთმანეთი გავიტანოთ ამ პროექტში, ის მჭამს უბრალოდ რა, რაღაცა თვალი მჭამს. კინა იმას თქვენ დაფნის ფოტოლი გადაგიტარო თავზე. და რას მითხრა? აღარ დაგამთხრავს თავს აღარ აქტიურობ. მიდია მოიტანა. არ ფიქრობ რომ ანი ორ მოთამაშეს თამაშობდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ანის გააჩნდა რაღაცა სიმპათიები გიორგის მიმართ, რაც არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ის წამოსულიყო გიორგის წინააღმდეგ. დავაიგდა. საღან დაიჭირე ესე. აქ დაიდე. სად დავიდო? აქ დაიდე, აქ დაიდე, აქ დაიდე, დაიდე და დავაიდე. ჰა? დავაიდე ჩაკ. სად? აი აქ დაიდე. აი ეგრე შე. კიდე ერთხელ ჩაიტარა. შვიჯერ. რა უყო? კეთილსა და ხან. დაფრის ფოტოლი ვიცი მელოდიაში. მეც ვიცი კინძმარში. თევზი. ბორს უხდება კიდე დაფრის ფოტოლი. როგორ არის საკითხი? მე ნახე, ვაფშე არ იწובה. რა? ნელა გადის. რა გადის ნელა? დაფრის ფოტოლი სად გინახავს სწრაფად დამწვარი? მე მინახავს. და რა ეხა რა მოხდა? წავიდა. და დაგტოვა. ვაი მე ერთი დავამთქრავ, თავს გაგიტეხავ. ღმერთო ჩემო, შენ თუ არ გეძინე, ეხა ბევრს დაგამთქნავ და მე აღარ დაგამთქნავ. ნუ იგორებთ რაღაც სისულელები. ანის შეიძლება მოუწონდე, ესე არ ვიცი, არაფერს არ გამოურიცხავ. შეიძლება მეც მომეწონოს ხვალანი. ბებია ჩემი აკეთე და ხომ რომ შელოცვას ალისასა, მალისას რაღაცა. შეგილოცავ თვალისასა. შაბათია. შაბათია. არაფერი მაბადია. გაუმეჯეს გულრთბალობას და ანი ვეღარ გამოყვავს, ანუ სუბოძია შემოხვეული გვერდით.
დავკარგეთ ფაქტიურად, ანუ ანი პრაიმ ჰაუსში კი რა ბოцთან არის მოსული, იქ ძინავს, იქ წევს, იქ ზის, იცავს ამ ბოцს, რომ არავინ არ მოპაროს. მასტერკლასებს გვიტარებს, გვასწავლის როგორ ვიტრიალოთ სწორად და მოკლედ ძალიან ბედნიერია რა. ყველა ოჯახში ერთი ბოძი. მიდი წავიდა 1 2 3. You make me feel კაია. Hey, რაც უფრო ახლოს მიხოლმით უფრო ჩქარატავა. ბარი ბაიუ. საღალ. გულია მე. შაბათის ლაივის შეჯამება რო გავაკეთოთ, თვლი რომ კესო მაინც გაწირეს. ერთით ნაკლები ყალბი ადამიანია ჩვენს პრაიმ ჰაუსში. კარგია რომ ანუ ტყუილში აღარ ცხოვრობს. შეეხება კოალიციებს და დაგეგმვებს, ეს იყო უბრალოდ ერთი აზრის ქვეშ გაერთიანდა ყველა ადამიანი, რომ გვინდოდა ადამიანი, რომელიც სიმშვიდეს იდინლიეს და ყველაფერს არ ღვევდა, გაგვეშვა პროექტიდან. კაცებმა კესო გაწირეს. კესო. Let's go. ანუ აი შენს თავს შენ თვითონ გაუკეთე ესეთი რაღაცა. ანუ 12 ადამიანი ქალს გვერდით დავუდექის თუ 11 ადამიანი და რა ქნა? დავგვერდზე. როდესაც სიტყვა იტყვის, რომ კაცები უნდა დამდგარიყავით, უნდა დამდგარიყავით კაცები. როიალს და მოზანა შეეშინდათ იქ ჯდომა მე მგონი. და გაწირეს როგორც კამიკაძე ბომბი. კესო მოიქცა არ ვიცი ტუზდაადე ქალივით მოიქცა, იმიტომ რომ ქალმა მთელი თამაში ისი ამოატრიალა, რომ მთელი კოალიცია ჩამოშალა. ყველა ყბა დაღებული დაგვტოვა. ფაქტიურად კესო წააქეზეს. თამაშის აი თლიანი რაღაცა სისტემა აწია და დაანგრია. ანუ ყველგან მე შენ ყველგან ყველაზე გეუბნები, ანუ განა იმას ვიძახი, რაღაცა კოალიცია და ანუ თლიანი თამაში, ვინე ხო, ანუ აი ესე ვთქვა, ყურადღება მოიპარა. ყურადღება მიიქცია. ყურადღება მოიპარა რა. მაგას ვიძახი. აი მოთამაშე თავისი სვლა, ახლა ხალხო 20 ისე ბაზარი არა, ამაზე მაგარს კესო ვერაფერს ვერ იზავდა ამ თამაში. მაყურებელი 30000 ეს იცი რეკორდი, ყველა რეკორდები მოიხსნა. გული მწყდება რომ კესო არ არის სახში, იმიტომ რაღაცა დააკლდა სახს. შაბათის მერე ნაზღეიძე შეიცვალა ფაქტია, რომც ნაზღეიძე ბოლომდე დარჩეს აქ, ხო? საინტერესო არის. რას აერჩევს ხალხი. მაგის ტაქტიკები წინაკვირის მაინც არ არის ჩემთვის მიღებული. როცა აი ლაშეზე ამბობს რომ ვიტომ რატო უნდა მოიგონოს რომ ვიღაცა ოფიციალს ვეუხეშე მომენტზე. ანუ აი რა ტაქტიკა რა თამაში ეს. ანუ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი მე, იმიტომ რომ არ ვიცი. მე ადამიანურად როგორც მეზობელი ვესალმები ჭამთ ერთად, ვიღიმით, მაგრამ დაჯერება არა. ანის სიმჯერა მხოლოდ. ხეს ხო ხედავთ რომ ცოტა სხვანაირი არის. ნახეთ? დამშვიდა და მაგ. ანუ ხედავთ ნაზღეიძისგან რომ შეიცვალა. თუ შეიცვალა, მივცეთ ეგ საშუალება რომ განახოს რომ შეიცვალა. არა ისიც რომ სუ თამაშობს და სუ манипуляტორობს ეგ იცი? ხო იცი? ვიცი. და რა იცი რომ დღევანდელი დღე ეგ არ არის. დარწმუნდნენ იმაში რომ ის ხმების რაოდენობა რომელიც ავიღე მე, ამ ხმების რაოდენობას ვერაფერი ვეღარ შეეწინააღმდეგება, გამორიცხულია. და მიხვდნენ რომ ალბათ უკეთესი იქნება გიორგისთან ერთად გამოჩნდეთ კადრში. მე დავანახე რომ არ ვარ ნაწყენი მათზე. აი ეგეთი არის. ებზოვი. თუ არ მოგწონს. ციცაკიშვილი თუ ნუ ციცაკა თუ აჯიკა არ ვიცი უკერ სახელი მეერევა. ხან აჯიკას ვიძახი, ხან ციცაკას. მოკლედ ამ გოგონასგან და პატრიკი. აი ეს ორი ადამიანია, რომელიც აქტიურად რაღაცნაირად არიან ჩვენთან მიმართებაში რაღაცა. გიორგი ნაზღაიძეშები ახლო მეგობარი არასდროს არ ყოფილა. არაფერი არ დამიგეგმავს მაგასთან ერთად, ჯვარი მწერია მაგასთან ერთად საერთოდ რამე დავგეგმო. ანუ საერთოდ იმასაც ნანო ფაქამდე რომ რაღაცა კონტაქტობდი, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები მე ცხოვრებაში არ მჭირდება. მე გიორგის უთხარი პირდაპირ რომ შენეს პროექტი გახადე საინტერესო, მაგას გეტყვით ხო, პირდაპირ. ეს პროექტი რადგან არის კარგი, ჩემი დიდი დამსახურებაა. ჩემთვის ყველაფერი ხდება ეხლა და ამ წამს. შავში ვართ ხალხო. აი ეგ არის პასუხი. ხედავ რომ გიორგისთან თეონა როიალი და რამოდენიმე ადამიანი მივიდა და ერთად ჭამენ საჭმელს და მე მგონი ცდილობენ რომ კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. შეიძლება ჩვენ არ ვიმეგობროთ და მსგავსი რამ, მაგრამ სამშვიდობოზე გავიდე და ასე თუ ისე მშვიდობა დამყარდეს სახში. ვცდილობთ ორივე მხარე, იქით ამ მხარეს, აქეთ ამ მხარეს, შეიძლება მესამე მხარეც არის სახში. ყველა ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ერთად ერთ მაგიდასთან დავსწრებ, ჭამოთ. მივხვდით რომ აქ ჩხუბს და რაღაც გარჩევებს აზრი არ აქვს, ანუ ეს არაფრის მომცემი არ არის და
ჯობია რომ შვიდად ვიყოს და მე იქ დავაფიქსირებ ყველანი ჩვენს საჭს. მიტევების კვირა გახსნილად გამომიცხადებია. მაგრამ აქ ურთიერთობები და მეგობრობა და რაღაცები არავის არ აინტერესებს. საქმეზე რომ მიდგება, მე მოგვიწევს მართლა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ უფს, ანუ ფაგზა არ აქვს. მაგრამ გაჩნია ეს ყველაფერი ხო როგორი ფორმატით მოხდება. რაღაცები ხო არსებობს რა ხე კესომ როგორც ქნა ჩვენც ეგრე ხო არ უნდა მოვიქცეთ რომ რაღაცები მოხდა ბევრი და ერთ დღეს რის ანუ რატო ვერ მივხვდი თქვენ ეს დღის შეცვლა რატო იყო, მაგრამ ნუ თქვენი პირადი აზრია რა. რა შევცვალეთ ჩვენ, აბა ეგ ვითხარ. რა იყო ყველაფერი. რა შევცვალეთ? რავი, რაღაცეები ხო მივხვდით რომ თქვენ არასწორად გააკეთეთ, მაგრამ არასწორად რა გავაკეთეთ? არასწორი არაფერი არ გავაკეთებ. რა გავაკეთეთ არასწორად ეგ ვითხარ. აი, ჩვენ პროფესორს გამოვასწორეთ რა გავაკეთეთ? და ურთიერთობებით, არც გილაპარაკიათ, ხო ვიცით, ანუ ნორმალურად ეხა და არავის არაფერი არ შეშლია. პირდაპირ გადაცემა გახსოვს? ჩვენი ძმა. გიორგის სიტყვები. არავის არაფერი არ. ოპერი მახსოვს? ომს მოვიგებო გახსოვს? ომს მოვიგებო გახსოვს გიორგის? ომს მოვიგებ კი არა, მე მითხრა რომ შენ ხარ შემდეგი და მე როგორც ფიქრობდი, ისე ვფიქრობ ლაშა. ხო, გავიგე. უბრალოდ აქ მიდის ლაპარაკი იმაზე რომ არის თამაში, არის ბრძოლა. ეხლა როგორც ვიქცევით, ზუსტად ისე ვიქცევოდით წინა კვირას სად. უბრალოდ დღესდღეობით, რავი, შევიცვალეთ ენერგეტიკა და ჰორმონი გაიჩიტა სახში. მე ვთქვი რომ მე ვიბრძოლებ და ვიომებ თქვენ წინააღმდეგ. ანუ თუ ეს მხარეც იყო, იქიდანაც იყო ძალიან ბევრი ჩემი მიმართულებით, ანუ შეურაცხყოფაც იყო, დაბრალებაც იყო. ჩემი დამოკიდებულება გიორგის მიმართ არც არასდროს არ ყოფილა ისეთი რაღაცა პირადი კონფლიქტი და პრობლემა. აზრი არ აქვს აქ არც ჩხუბს, არც არაფერს, ჯობს სიმშვიდეში ვიცხოვროთ და ერთად გავატაროთ ეს დრო. როიალ. მეგობრებო, საღამომშვიდობისა. მოგესალმები. დღეს გადავწყვიტე რომ წვეულება გაგიმართოთ და ცოტა რადგან ყველანი ვართ შერიგებულები. ხო, და ვართ ბედნიერები. შეძლებს და გვარა. შეძლებს და გვარა. სასწავლი შერიგებულები. დავედით რა მაგარია. იხან რაღაცები გვასწავლე. რა ვქნათ? დავთრეთ? წამო, ანი უნდა იცეკოს. ტელეფონი შემოიტანეს მუსიკისთვის. წამო. ჩამოვალოთ. წამო. შოუ იწყებ. ანი შოუს და შერიგებას გაუმარჯოს. შვიდობა იყოს ჩვენ სახში. ყველა იტყოდა რომ ანის უნდა ეცეკვა ძელზე და მე ვთხოვე ანის მეგობრულად რომ არ ეცეკვა, არ ჩაეცვა ვულგალურად და ჩაეცვა შორტი და ტოპი, რაც იქნებოდა ძალიან ლამაზი და ვთვლი რომ ძალიან კარგად გამოიყურება ანი, ძალიან კარგად ცეკვავს და რა ხდება ჩვენს უკან, რაც თავარია, ანი დღეს მოგვიწყო სიურპრიზი, იმიტომ რომ დღეს რაღაცნაირად სახში დაისადგურა სიმშვიდე. შაბათი ლაივის შემდეგ ჩვენ მონაწილეებმა გადავწყვეტეთ რაღაცნაირად შევჯერდით, რომ შვიდობა იყოს სახში, შეიძლება ჩვენ არ გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ პატივისცემა იყოს და კარგი მეზობლობა იყოს. შაქარზე გადავსულიყავით მეზობლად ერთმანეთთან. ვინ ვის შეურიგდა არ ვიცი და შესაბამისად არ შევერთებულ არ შერიგებაში, მაგრამ აქ მყავს მეგობრები, რომელთანაც კარგად ვერთობი და მშვენიერი საღამოა. მე ძალიან გამიხარდა რომ ჩემ წვეულებას დათანხმდნენ და მოვიდნენ და დამაფასეს. ანის ნაღდა ჭირდებოდა ძელი, როგორც ითხოვდა, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ძალიან მაგარი საღამო. გვაქვს სასმელი, ცეკვა, ძალიან კარგი ხასიათზე ვართ, დაძაბულობის მერე ძალიან მოგვიხდა ყველას. რამალე მოდის და სახენები იყვე. აბა და რა მოხდება კაც? არის. ეხა მართლა არავინ არის. პირადული წყენა, რაღაცა ოდნავ მაინც რაღაცა სიტყვა, რომელიც არ მესიაუნა, აი არ არის ვაფშე რა. უნდა მონახო ისეთი ადამიანი, ვინც ამ ბევრ ადამიანში ყველაზე ნაკლებად გისწორდება რა. ყველა გისწორდება, მაგრამ აი ერთი ადამიანი უნდა მონახო ისეთი, ვინც უფრო ნაკლებად, შედარებით ნაკლებად გისწორდება რა.